მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ გურიეს 9 საათზე. Რას ფიქრობენ პოლიტიკოსები საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ? მართველი გუნდის ინიციატივა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულების კომპლექსური ძიების შესახებ კვლავ განხილვის თემაა. ოპოზიციაში თვლიან, რომ მსგავსი საკითხების წამოწევა მთავარი საკითხებიდან ყურადღების გადატანის ცდილობას უკავშირდება. მათივე შეფასებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისია დაუშვებელია იყოს ერთპარტიული არსებული ვითარებიდან გამომდინარე კი ოპოზიცია კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს. შესაბამისად, მისი ფუნქციონირებაც ლეგიტიმური ვერ იქნება. ეს საპარლამენტო კომისიის შექმნა სინამდვილეში ემსახურება ყურადღების გადატანას. თან რამდენი პარტია უნდა იყოს აქ, ხო? ოპოზიცია არ შედის. ერთპარტიული საპარლამენტო კომისია უნდა იყოს, რომელმაც უნდა გამოიციოს რა 15 წლის წინანდელი საქმეები, მაშინ როცა 2 კვირის წინ, 3 კვირის წინ, 1 თვის წინ ახალგაზრდებს მასობრივად გაუსწორდნენ. ამიტომ რა თქმა უნდა არასერიოზულია, რა თქმა უნდა ყურადღების გადატანას ემსახურება. არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი ნებისმიერ კომისია არის არალეგიტიმური. დავიწყოთ ამით, მათ არანაირი უფლება რომ რამე კომისია შექმნა. გამოძიებული აქვს ყველაფერი ძალიან კარგად იციან, იმიტომ რომ თვითონ იყვნენ იმ რეჟიმშიც, ამ რეჟიმშიც თავად არიან. შესაბამისად, უბრალოდ სასაცილოა ამ კომისიის შექმნა, რომელიც არალეგიტიმური პარლამენტის მიერ იქნება შექმნილი. მმართველმა გუნდმა კი საგამოძიებო კომისიის შექმნა საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირას დაანონსა. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია გამოძიებული იქნას წინა ხელისუფლების პოლიტიკური ლიდერების გადაცდომები და დამნაშავეებმა პასუხი წაგონ. ქართული ოცნების ინიციატივა პირველ ეტაპზე კანონმდებლების მიერ პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების დოკუმენტის მომზადებას ითვალისწინებს, რის შემდეგაც დასკვნა გენერალურ პროკურატურაში გადაიგზავნება. ცნობილია ასევე, რომ გამოძიება არ შეეხებათ სამხედრო მოსამსახურეებს. როდესაც კონკრეტული დანაშაულებებისთვის ადამიანები დაისარჯენ, წინა რეჟიმის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები მყავს ხედველობაში, პრეზიდენტი მათ შორის, ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ საზოგადოება განთავისუფლდებოდა აი ამ წნეხისაგან, რასაც ქვია დესტრუქციული პოლიტიკური სუბიექტების ყოველდღიური ქმედებები იმისათვის, რათა დესტაბილიზაცია მოეხდინათ საქართველოში. პოლიტიკური შეფასება უნდა მიეცეს იმას, რაც ჩადიოდნენ, ხალხმა უნდა გაიგოს ამასთანავე, ვინც არ იცის, რამდენი სისხლია დაღურული. საგაზაფხულო სესიაზე შეიქმნება დასაწყისშივე საგამოძიებო კომისია. ძალიან მნიშვნელოვანი არის გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ყველა მოვლენა გვიჩვენებს, რომ საჭირო არის ყოველგვარ დესტრუქციას, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას, რასაც კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა და აგრძელებს, ამას უნდა მიეცეს შესაბამისი პოლიტიკური შეფასება და შემდგომ ამისა უკვე შესაბამისი მასალების, ასე ვთქვათ, არსებობის შემდეგ უკვე შესაბამისი სამართლებრივი გაგრძელება ამ საკითხისა. ჭრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე 8 პირის დაკავებას ადასტურებენ სამართალდამცველები. მათივე ინფორმაციით, ყველა მათგანის აყვანა ადმინისტრაციული წესით მოხდა. დაკავებულებს შორის იყვნენ კოალიცია ცვლილებებისთვის წევრები ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე. ორივე მათგანი გვიან ღამით ხელწერილი საფუძველზე გაათავისუფლეს. დემონსტრანტების დაკავების შემდეგ აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლიდან აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გადაინაცვლეს. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმიც. შეკრებილები დაკავებულთა, მათ შორის წინა დღეს აყვანილი პირების გათავისუფლებასაც ითხოვდნენ. მშვიდობიანად გამოხატავთ პროტესტს ბათუმის თავისუფლების კვარტალში, ყველანი ერთად. ყველა ვინც იქ იყო, ყველამ დაინახა, რომ რა ვიცი, არაფრის გამო რაღაცა დაიწყო ჩოჩქოლი, ნახეთ რომ აკავებდნენ ელენე ხოშტარიას, კითხე უბრალოდ რატომ იყავდათ ელენე ხოშტარია, დაშინება, დაჭერა, დაჯარიმება ვერ აჩერებს ქართველ ადამიანს სახლში და ვერ ათქმევინებს ვარს თავისუფლებისთვის ბრძოლას.
სავარაუდოდ დღეს უნდა იმსჯელოს სასამართლომ ზია ამაღლობლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი 2 დღის წინ აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გამართული აქციის დროს დაკავებულ 12 პირს შორის იყო. მოგვიანებით ის სხვა 4 დემონსტრანტთან ერთად, რომელთაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ედებოდათ ბრალად, ხელწერილი საფუძველზე გათავისუფლდა. თუმცა მალევე მისი აყვანა უკვე სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით მოხდა, რაც პოლიციელზე თავდასხმას ითვალისწინებს. ბათუმში მიმდინარე პროცესებს კიდევ ერთხელ აფასებენ უმრავლესობაში. მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, პოლიციელზე ძალადობა ადასტურებს, რომ აქციის მონაწილეებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს. მათივე განმარტებით, კანონის წინაშე პროფესიის მიუხედავად ყველა თანასწორია. ბათუმში მოხდა კანონის დარღვევა, გადაამეტეს მშვიდობიანო მოქალაქეებმა კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს. პოლიცია წარმოადგენს სახელმწიფოს და ნებისმიერი ქმედება პოლიციის საწინააღმდეგო, ეს იქნება სიტყვიერი თუ ფიზიკური, მით უმეტეს დაიჯდება კანონით. კანონზე მაღლა არავინ არ დგას ამ ქვეყანაში, ეს არაერთხელ დაადასტურა ჩვენმა ხელისუფლებამ და ნებისმიერი ადამიანი, ვინც დაარღვევს კანონს, ეს იქნება ჟურნალისტი, რედაქტორი, მსახიობი, მომღერალი, მოცეკვავე, მას არ აქვს მნიშვნელობა, ყველა აგებს ხალხოს კანონის წინაშე. ჩვენ თვალს ვატევნებთ ბათუმში მიმდინარე მოვლენებს, სადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისიდან გადაინაცვლა ძალადობრივმა კამპანიამ, რომელსაც ბოლო პერიოდია თბილისში რუსთაველზე დაედო საფუძველი. იქაც ხედავთ კვლავ იგივე სახეებს, ქალბატონი ელენე ხოშტარიას და ნაცმოძრაობის სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობენ, რომ წაახალისონ ძალადობრივი პროცესები საზოგადოებაში. ჩვენ ვნახეთ, რომ საზოგადოების ერთ-ერთმა წევრმა ფაქტობრივად ფიზიკურად იძალა და პოლიციის თანამშრომელზე ისინი ცდილობენ, რომ ის ძალადობა, რომელსაც თავად ახალისებენ, შემდგომ შეფუთონ და წარმოადგინონ როგორც დემოკრატიული და თავისუფალი გამოხატულება. უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. კახა თილიძის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გაავრცელეს. მათი ცნობით, ქართველი მებრძოლი ფრონტის წინა ხაზზე მნიშვნელოვან დავალებაზე იმყოფებოდა, სადაც მძიმე დაიჭრა და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. თილიძე წარმოშობით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანიდანაა. რამდენიმე წლის წინ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კი ამერიკა დაატოვა და საბრძოლველად უკრაინაში გაემგზავრა. ინტენსიური ბრძოლებია კვლავ უკრაინაში, ცხელწერტილად რჩება პოკროვის მიმართულება, სადაც ყველაზე მეტი შეტაკება დაფიქსირდა. წოდება ცნობები დონეცკის ოლქში რუსული ჯარების 8 დასახლების მიმართულებით დაწინაურების შესახებაც. 68 ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, დაფიქსირდა 150-მდე აფეთქება. დრონის დამსხვრევებმა ოლქში საცხოვრებელ სექტორსა და ბავშვთა გამაჯანსაღებელ ცენტრთან ხანძარი გააჩინა. მანამდე უპილოტო საფრენი აპარატით სამარშრუტო ავტობუსზე იერიშის დროს 2 მგზავრი დაშავდა. კურსკის ოლქში ტყვედ ჩავარდნილი ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების დაკითხვის ვიდეო გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლდიმერ ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა ისინი სამშობლოში რუსეთში მყოფი უკრაინელი ტყვეების სანაცვლოდ დააბრუნოს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კი უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დაბლოკა წინადადება უკრაინისთვის 3 მილიარდი ევროს დამატებითი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ. ბორის პისტორიუსი ამბობს, რომ დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება. ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომავალმა მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში კი მედიასთან განაცხადა, რომ ის ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის მოლოდინშია. ველოდები სატელეფონო ზარს მომდევნო დღეებსა და კვირეებში ეს იქნება პირველი ნაბიჯი და შემდგომ უკვე განვაგრძობთ სვლას, განაცხადა უოლცმა ABC News-თან ინტერვიუში. დღის ამბების ახალ დაუბრუნდებით ჩვენ პირდაპირ ეთერში 1 საათში, მე სწორედ 10-მდე გემშვიდობებით დროებით.